our blend cast begins. It ცეკვა მხოლოდ მოძრაობა არ არის. ეს სული, ისტორია და ემოციაა. დღეს ბლენდკასტში ჩვენს წინაშე ადამიანი, რომელიც ამ სულ სცენაზე აცოცხლებს, ინსპირაციას ქმნის და ქართულ კულტურას მომავალ თაობებს გადასცემს. ქართული ცეკვა ყოველთვის იყო ჩვენი კულტურის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გამოხატულება და ადამიანები, რომლებიც ამ საქმეს ემსახურებიან, დიდ პასუხისმგებლობას ატარებენ. დღევანდელი ეპიზოდის სტუმარია ბაჩანა ჭანტურია, სიმღერის და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი აფხაზეთის ქორეოგრაფი და სამხატვრო ხელმძღვანელი. გამარჯობა ბაჩანა. მოგესალმებით. გამარჯობა ბაჩანა, ძალიან მიხარია რომ დღეს შენ ჩვენი სტუმარი ხარ. გამარჯობა, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, ინტერესისთვის. ინტერესი გაქვთ ცეკვის მიმართ, ჩვენს მიმართ, ანსამბლის მიმართ. მადლობა თქვენ და რა თქმა უნდა ჩვენს დიდი პატივისცემით, რა თქმა უნდა თქვენს წინაშე. თქვენს შემოქმედებას, იმიტომ რომ შემოქმედება ჩემს თქვენ რასაც აკეთებთ და ძალიან მიხარია რომ თქვენთან ერთად ვარ და თქვენი სტუმარებისთვის. მადლობა. ბაჩანა, როდესაც ვუყურებთ ქართულ ცეკვას, გქონია რომ ეს ჩვეულებრივია, ძალიან მარტივი, ამას ყველა გააკეთებს, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ამ ყველაფრის უკან ძალიან დიდი შრომა, ძალიან დიდი სიყვარული და ძალიან დიდი ენერგია დევს. როგორ დაიწყო ეს ყველაფერი შენთვის და აი როდესაც გადაწყვიტე თუ ეს ბავშვობიდან თუ აი როგორ იყო, აი როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? სულ მქონდა ინტერესი. აი ხა ეს უფროს დასულ ასახში მე გახსენდება ის თუ რა იყო, როგორ იყო, რა ხდებოდა. ანუ თავიდანვე როგორც კი მუსიკა მესმოდა, სულ მქონდა იმის განცდა, რომ უნდა მეცეკვა. ნუ ეს ალბათ ღრმა ბავშვობის მოგონებები და რაც მახსენდება ესე ვთქვათ. და ნუ სკოლაში შესვლის დღიდან ინტერესი გამიშთა დარბაზში. თითქმის ყველა სკოლაში საქართველოში არის ქართული წრეები ესე ვთქვათ და ჩემ მშობლებს ვუთხარი რომ ჩემი ანუ მე თვითონ გამოვხატე სურვილი რეალურად. შენ თვითონ მოინდომე. კი, ანუ ჩემთან ოჯახში ან პროფესიონალურად არავინ არ ცეკვავდა. ნუ ის რომ აი ყველა ქართველი ცეკვავდა და ანუ პროფესიონალურ დონეზე რომ აი რაღაცა მშობელი ქორეოგრაფი ყოფილიყო ან უფრო დიდი წინაპარი ხო, აი ბაბუა, ბები ან ჩემი ძმა რაღაც ან ჩვენ ოჯახში ესე არ ყოფილა. აშკარად ჩემი ასე ვთქვათ სურვილი იყო და რა ვიცი, მადლობა ღმერთს რა. ძალიან კარგი. მანამ შენს პროფესიას კიდევ ჩავუღრმავდები, ჩვენ ძალიან ბევრი კითხვები გვექნება შენთან და ასე შემდეგ გვინდა რომ მოგვიყვე კიდე ისტორიები. ესეც შეკითხვას დაგისმენთ. ხომ არ გაგახსენდება თქვენი პირველი შეხება ვისკისთან როგორ იყო, როდის იყო? როდის დააგემოვნეთ, ვინაიდან ბლენდკასტში ვართ, გვიწევს ხოლმე ამ კითხვას. მოგეწონა თუ არ მოგეწონა? ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა ეს ჩემთვის. ალბათ ყველაზე მეტად ღვინის შემდგომ ყველაზე მეტად დიდ პატივს ვცემ ვისკს. ძალიან ჩემთვის ძალიან ახლოს არის ეს სასმისი. ბევრ რაღაცაში ჩემი თავის დამიჭერია ვისკის დაგემოვნების პროცესში, თორე რაღაც თავის სიმწარეებით, თავის სიტყვებით, თავისი გემოებით, ხან ისეთი ხან, ნუ მოკლედ არის ჩემსა და ვისკს შორის რაღაცა ესე ვთქვათ, ფარული კავშირი კი და კარგად მახსოვს სხვათა შორის, ნუ თავიდან მოდით იმ პერიოდს არ განვიხილავ, როდესაც ვისკს სვავდი ისე რომ ნუ ანუ ალბათ დღეს ხო, ნუ რაღაცა მხოლოდ ის პროცენტული მაჩვენებელი რო ყოფილიყო თავში, რაღაცები შეცვლილიყო. აი როდესაც დავიწყე დაგემოვნება, ანუ დავიწყე გემოების გასინჯვა, დავიწყე რეალურად მისი შესაძლებლობების ამოხსნა, თქვენი დამსახურებით, რა თქმა უნდა. მადლობა მისთვის. აი, კარგად მახსოვს, პირველი ჩემი შეხება იყო, თქვენთან ერთად ვიყავით დეგუსტაციაზე. მე დეგუსტაციას ვეძახი, ჩემს მაშინ დეგუსტაცია იყო. ვისკიც კარგად მახსოვს, რომელი იყო. რა ვიცი თუ კი, რომელი ვისკი იყო, მაინტერესებს ძალიან. ხო, არტბეგი იყო. კარგად მახსოვს და ნუ იცით როგორ იყო, ანუ იქამდე ვსინჯავდი რაღაცა 40-იანებს, 40, ანუ ეს ალბათ გავრცელებულია და მხოლოდ იმ მიზნით რომ უნდა დავთვალიყავი, ანუ რაღაც გრადუსი მიმეღო, ანუ უნდა შორი ფრენა მქონდა და უნდა დამეძინა და ანუ რეალურად არ იყო ის ვისკის გემოები და
აი არტბეგმა არ ვიცი, ძალიან დავამახსოვრა თავი. დღემდე კარგად მახსოვს მისი გემოც რა და არ ვიცი. ძალიან კარგი არტბეგით რო დაიწყე. აი არტბეგი რომ მოგეწონება, რო დასაწყისში და არტბეგი რომ მოგეწონება, ეს უკვე ძალიან კარგი მაჩვენებელია. მეც რო განუმარტოთ რატო ამბობს ვალერი რო არტბეგი რომ მოგეწონება, იმიტომ რომ არტბეგი არის ტორფიანი როგორც მე ვიცი. ჩემი პირველი ვისკს რო ტორფიანი ვისკი, რომელიც აი ესე რო აღვიქვი და მართლა მომეწონა ტორფიანი ვისკი, იყო არტბეგი 10. და რო დავლე, ოღონდ მაშინვე მივხვდი რა, რომ გავსინჯე და მომეწონა, მაშინვე მივხვდი, რომ აი ეს რა მომეწონა. არტბეგ 10 რომ მოგეწონება, უკვე აი წასული ხარ იმ სწორი მიმართულებით. აი როგორი ვისკი იყო იცი, აი კარგ მთიულობს, აი ყაზბეგურს რო იცეკვებ რა და აი ბოლომდე შენს აი სხეულში და აი სისხლში რაც გიჩქებს რა ის რაღაცა ისეთი მამაკაცური გზნობები აი რეალურად ერთ-ერთში იყო რა და იმის შემდგომ ვეძებ ესეთ ვისკებს სიმართლე გითხრა. ნუ ყოველ შემთხვევაში ვცდილობ რა. ძალიან კარგია. ჩვენ ვისკიზე საუბარს დაუბრუნდებით ისევ, მაგრამ რახან ესეთი სტუმარი ყავს არ შემიძლია ეს კითხვა არ დავსვა. როდესაც ადამიანი უკვე ქორეოგრაფი ხდება, განული პერიოდს გადახედავს ხოლმე. მაინტერესებს, რა იყო ეს ინსპირაცია და რამ გადაგაწყვეტინა? ეს გზა, რომელიც ახლა შენ აირჩიე, ეს გზა ყოფილიყო შენი ცხოვრების ნაწილი. უპირველესად მივხვდი მაშინ, როდესაც ჩემი ანსამბლი ვნახე პარტერიდან. რომ მე ამის გარეშე რეალურად ცხოვრება უკვე აღარ შემეძლო. იყო რაღაც მიზეზები, ტრავმები ფიზიკური და ჩემი ანსამბლის კონცერტს დავესწარი პარტერიდან. ნუ პირველად ვნახე თუ რა ხდებოდა იქ, სადაც მე რეალურად ცხოვრობდი. და მაშინ მივხვდი, რომ მე ამის გარეშე ვერ ვიცხოვრობდი. იმის შემდგომ მოცეკვავეში ვლინდება შემოქმედებითი მხარე. ზოგი არის, რომელიც ესე ვთქვათ, სპორტულად ავლენს თავის შესაძლებლობებს და შეიძლება ესე ვთქვათ, ფიზიკური ვარჯიშით მიაღწიოს რაღაცა მწვერვალებს, ზოგი არის შემოქმედებითად იზრდება. ანუ დგავს რაღაცა ინსპირაციები მოზდის და შემდეგ. აი ეს ადამიანი, ის მოცეკვავე უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ შეუძლია ნაბიჯები გადადგას უკვე ქორეოგრაფიაში. ანუ ქორეოგრაფია არის დადგმითი პროცესი. ანუ შემოქმედებითი პროცესი. ანუ შენ ხარ მესი, არა რონალდო. რომელიც ფიზიკური განვითარებით მივიდა იმ პიკამდე რაღაცის ეხლა. მე შემიძლია მესი არის, რომელსაც ეს ბუნებრივად მოყვებოდა. ხო, აი რონალდინიოს უფრო ამსგავსებ ჩემთან. ძალიან კარგი მაგალითია, ძალიან კარგი შედარებაა. რონალდინიოც ის იყო აი ღმერთისგან მინიჭებული ესეთი. აი ჩემთვის ის იყო შემოქმედი ფეხბურთელი რა. ანუ აი მისი თითოეული თავისი ესე ვთქვათ ნათამაშები იყო შემოქმედება. ანუ აი ხელოვნების დონეზე აყვანილი ფეხბურთი. და თვითონაც ამიტომ არის შენი გამოსვლა ყოველთვის შენი ანსამბლის გამოსვლა ყოველთვის არის შემოქმედება, რასაც ვუყურებთ ამის აქედან გადმოცემა ცოტა რთულია, იმიტომ რომ აი ვერ ვზივართ, როცა სცენაზე ეს ამბავი ხდება, ფეხზე დგომა გვიწევს, აი არ შეიძლება რომ ამას ესე დამჯდარმა უყუროთ. შენთვის რა არის სახელმწიფო ანსამბლი აფხაზეთი? იცით, ალბათ მონატრება სახლის. ანუ და უფრო მეტად თუ ესე ვთქვათ სიღრმეებში შევალთ, არის ბრძოლა იმის მიმართ, რაც რეალურად დღეს გვაკლია საქართველოს. ანუ ვებრძვი ხელოვნებით, ვებრძვი ტკბილი სიტყვით, ანუ ჩვენი შემოქმედებით, სიმღერით, მოძრაობით, მუსიკით. ეს ალბათ ის ბრძოლა უკან დაბრუნების გზის, რაღაცა მათთან სხვა კიდეხიდების გადების, ანუ ბრძოლას ვარქმევ, იმიტომ რომ სირთულეებთან არის ეს დამოკიდებული, თორე არა რაღაცა ისეთი ბრძოლა, რომელსაც შეიძლება პირდაპირ მნიშვნელობით აღიქვა. მე დავბრუნდი სახლში რა. მე მოვედი აფხაზეთის ანსამბლში იმ განწყობით, რომ მე ვბრუნდებოდი სახლში. და ჩემი სახლი უნდა დამებრუნებინა იქ, სადაც რეალურად ჩვენი ფესვები და ფუძე იყო. ეს იყო ჩემთვის აფხაზეთი და არის კიდევაც.
ისევ დაუბრუნდები შენს ნიჭს. ჩვენთან სტუმრად, როგორც ვალერიმ თქვა, არა მარტო სახელმწიფო ანსამბლის აფხაზეთის ხელმძღვანელი, სამხატვრო ხელმძღვანელი და ქორეოგრაფია, არამედ არის ჰოლივუდის მსახიობის ის აქ ჩვენთან და არა. კი, ნამდვილად მოვიყევი, როგორ გავიდა ქართული ცეკვა ჰოლივუდში და როგორ გამოჩნდა, ოღონდ გამოჩნდა გვერდიდან. ადამიანს თუ არ ქონდა ნანახი და თუ არ ეკნება ნანახი ქართული ცეკვა, შეიძლება ვერც მიხვდეს იმ კადრებით, რომ აქ ცეკვაა და სინამდვილეში ცეკვის ეს არის ელემენტებია, ის მაგრამ ბრძოლა, რაზეც ქართველი ადამიანი შეხედავს თუ არა იმ კადრებს, იმ მომენტს, ეგრევე ხდება, რომ ეს ცეკვაა, რა ცეკვაა. და ეს არის ზუსტად ის ბრძოლა, რაზეც წეღან საუბრობდი. იცით, აი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ქართულ ქორეოგრაფიაში და არა მხოლოდ ქორეოგრაფიაში, კინემატოგრაფიაში შეიძლება ითქვას ის რაც მოხდა, ჩემს თავს, ჩემი მეგობრის თავს და ჩვენ სფეროში საერთოდ, იცით, ყოველთვის იყო ამაზე საუბარი, რომ ჩვენი ცეკვა იყო დაჯილდოებული საბრძოლო ხასიათით, რაღაცა სატრფიალო ხასიათით, ლირიულით და ასე შემდეგ. მაგრამ მეტად უფრო გაჯერებული იყო რაღაცა ეს ძალისხმიერი საბრძოლო, რაღაცა მეტად უფრო აი გენოფონდი იგრძნობა ამ ყველაფერში. და მოხდა ესეთი რამ, რომ შემოგთავაზეს ერთ-ერთი ესე ვთქვათ გმირის ბჭყალებში ცუდი გმირის, კარგით შეიძლება ითქვას ესე ბოროტის სცენა, სადაც ცეკვით უნდა გვეჭხუბა თან. და დაიდგა ქორეოგრაფია ჭხუბით, ოღონდ ქართული ცეკვის ელემენტებით. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ იმ ადამიანებთან, იმ ვარსკვლავებთან და იმ გუნდთან, სადაც მუშაობდით, ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა ჩვენი ქორეოგრაფია. მათ იცოდნენ, მაგრამ ესე ვთქვათ, ესეთი ახლო მჭიდრო შეხება არ ქონდათ. მოიძიეს YouTube-დან და უკავშირეს სხვადასხვა მეზობლებს ჩვენი ქვეყნის მეზობლებს იქით მოიკითხეს თუ რა შესაძლებლობები ქონდა ქართულ ქორეოგრაფიას ცეკვას, მე რაღაცა 1-2 ვიდეოც გავაგზავნეთ და მათი ერთი ზარი იყო ესეთი, რომ ჩვენ ეს ცეკვა გვჭირდება. იმის შემდგომ მე კიდევ ერთ ფილმში გადამიღეს, სადაც ისევ დავდგი ქორეოგრაფია ცეკვით და ისევ ჭხუბით. ის უფრო იყო ესე სუპერ გმირების, რომელიც ცოტა შეიძლება ითქვას, რომ რაღაც მარველის დონის ფილმია. მაგრამ ეხლა მარველი ამ საუკუნეში ყველაზე და აი იცით როგორ არის, უკვე მოთხოვნა ჩნდება. იმიტომ რომ რაღაცა ეტაპზე ამ ჭხუბების, ამ საბრძოლო სცენების ფილმებმა რაღაცა თავისი დონე ამოწურეს. იმ შეხედულებით რა ჯეკი ჩანმა იმდენი რაღაცა გააკეთა და ისეთი რაღაცები შექმნა, ძალიან დიდი პროდაქშენი აქვს თავისი და უნიკალური მებრძოლები ყავს. მაგრამ რაღაცა ახალი სტილის, ახალი რაღაცა მიმართულების შენი უნდა და ეს მუხლები, ეს ტრიალი, ეს ჰაერში რაღაც მაგიდა დამიდგეს, რომ აი მაგიდაზე თუ შეძლებთ რა, მეთქი მაგიდა არა. რა მოიტანეთ, ოღონდ ჩვენ ქართული გავიტანოთ და ვანახოთ, მე ყველაფერს გავაკეთებ, მეთქი ისე როგორც რა რეაქციები ქონდათ, ეხლა გადაღების დროს რა ხდებოდა წარმომიდგენია. ანუ თითქმის თითო დუბლში ვიღებდი ყველაფერს. ეს მათთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი რა, თან იმიტომ რომ იყო ფინანსური მოგება, იმიტომ რომ ერთი წუთი უჯდებოდა დაახლოებით 150,000-დან 200,000 ფუნტამდე, ის ლონდონში იყო გადაღებები რა. და რამდენი დუბლიც იყო ჩათვალეთ, იმდენი ეს თანხა გროვდებოდა. ისინი კი იყვნენ მზად ამისთვის, მაგრამ იმისთვის არ იყვნენ მზად, რომ შენ ერთ დუბლში ჩაწერდი და ეს სწრაფად რომ მოახერხე. ყველა იძახდა, ეს ჯორჯიან დენსერ სად არიან, ეს ბიჭები სად არიან და მე ძალიან ბევრ სხვათა შორის 2 თვე ვიყავით გადაღებებზე. დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში უკვე სხვებსაც ვასწავლეთ რაღაც ილეთებს და აი არ ვიცი, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რომ მე შევძელი იმ ჩვენი შემოქმედების, იმ ჩვენი ნამდვილად ტრადიციების ქართული ეს არ არის სპეციალურად დაწერილი და შექმნილი, ეს ჩვენ გენეტიკაში გვიზის რა. ჩვენ ყველა მოცეკვავეები ვართ რა. თუ რა თქმა უნდა იმ რაღაცა მომენტს მივახცევთ რა. ყველა ქართულში ზის ეს და ვიღაცამ განავითარა ეს, ანუ ჩვენ პროფესიონალად განავითარეთ და ამის შესაძლებლობა რომ მომეცა ეს ჩემს ცხოვრებაში, მე ალბათ
რაც ყველაზე ბედნიერი ვარ ამ ხრივ რა და ბევრს ვათქმევინეთ და ვალაპარაკეთ ჩვენს კუთხეზე, ჩვენს საქართველოზე, ჩვენს შემოქმედებაზე და ქორეოგრაფიაზე. ფერმა მსოფლიომ ნახა ბოლოს დასრულებული ფილმი ეს. დიახ და სხვათა შორის ჩვენმა ჩხუბმა მე და ლაშა მძინრაშვილი ვიყავით, ჩემი მეგობარი. ჩვენმა ჩხუბმა აიღო საუკეთესო ანუ 2019 წლის საბრძოლო სცენების საუკეთესო სცენად. და ტაურუსის ჯილდო აიღო. ილოცავთ და დაახლოებით 2 წუთი ნახევრიანმა ძალიან ეფექტური ძალიან. ეს არის ნიჭი. რა არის ყველაზე რთული ამ პროცესში, აი შენ საქმიანობაში, რაც შეგხვედრე, რა არის ყველაზე სირთულეებს, რასაც გადააწყდები ხოლმე? ჩემ სფეროში? სფეროში კი. იცით რა, ალბათ არაფერი. ჩვენ იმ ხელას სიყვარულს ვიღებთ მაყურებლისგან. აი რაც არ უნდა რთული რამ პერიოდი გაიარო, პროცესები გაიარო, ეს ფსიქოლოგიური იქნება, ფიზიკური იქნება, მორალური იქნება. ზუსტად ვიცი, რომ დაახლოებით 20 წამიანმა აპლოდისმენტმა შეიძლება საერთოდ დაგავიწყოს ყველაფერი. ამიტომ მე სირთულეს ვერაფერში ვერ ხედავ. ვინახია არა 20 წამიანი ზუსტად ვიცით ეს რაც არის. 10 ჯერ მეტი და კიდევ უფრო ბევრი მეტი და ბის. ძალიან ბევრი ბისი. ჩვენ დღეს ბლენდკასტში ვართ და ესეთი ჩვენ ვერ დავარღვოთ ჩვენს ტრადიციას, ესეთი შეკითხვას დაგისვამთ. ხომ ვერ გაიხსენებთ რაიმე საინტერესო ისტორიას, თუმცა ეხლა რა ისტორიაც მოყვება, ამაზე მეტი საინტერესო რა უნდა იყოს, არ ვიცი, მაგრამ იქნებ რაღაც განსაკუთრებული გინდოდა რა გეთქვა. რა იცით, არის ძალიან ბევრი, ესე ვთქვათ, ну რა თქმა უნდა, მე არ ალბათ ყველას გვაქვს ესეთი გასახსენებელი საინტერესო ამბების. ერთი რაც შემიძლია ისე ძალიან ისე მარტივად და თავად გავიხსენო, მახსოვს როგორ იცლებოდა 1200 კაციანი დარბაზი, როგორ გარბოდნენ მაყურებლები ფინეთში, როდესაც ვცეკვავდით ხევსურს ფარიკაობას. და ჩვენი ელჩი წარმოვიდგინე უცებ კადრები. ჩვენი ელჩი იდგა, ну და პირველი ცეკვა, მეორე, მესამე, რაღაცა მე-5, მე-6 ცეკვა იყო ეს ხევსურული. და როგორც კი დაიწყო ეს ფარიკაობის დუეტები, ну ხედავთ რომ ეს მაყურებელი დგება და ოღონდ გარბიან. ну ჩვენ ვფიქრობთ რომ რაღაცა ტერაქს აწყობენ, რაღაცა ხდებანი იგივე. და ეს უყურება ელჩი დგას და ეხვეწებს დააჯექი, არ ჩხუბობენ, არ არის ეს მოგეთ, აი ხედავთ, ჩემი თვალებით ხედავდი, როგორ იცლებოდა საკონცერტო დარბაზი, როგორ გარბოდა ამდენი მაყურებელი. ცა დააბრუნდა, დააბრუნდა, მე აღარ ვიცეკვე. პირდაპირ ცეკვა ქართულზე გადავედით მე და. ნამდვილად კარგი ისტორია იყო. კი. დღევანდელი ბლენდკასტის სპონსორი არის გლენმარი. ვისკი, რომელიც ჩვენს თაროებზეა წარმოდგენილი. შოტლანდიური ვისკი 12, 15, 18, 21 წლიანი დაძველებით. Hi, here we have our bourbon barrels. This is the classic style of cask we have here at Glenmurray. These help to provide a wonderful, rich, sweet vanilla character, hints of citrus, and a little bit of vanilla. Slange. ჩვენ გადავართ ბლის კითხვებზე. თუ მზად ხარ, თუ რამე სათქმელი გქონდა, შეიძლება. არა მზათა ვარ. ძალიან სასიამოვნო თქვენთან საუბარი. სცენა თუ რეპეტიცია? რეპეტიცია. ქართული ცეკვა თუ თანამედროვე ქორეოგრაფია? ქართული ცეკვა. ეხლა ვისკისაც დაუბრუნდები, იმიტომ რომ და ხელოვნება კი კარგია, გვიყვარს, მაგრამ ვისკი შთაგონების წყაროა თუ განტვირთვა? შთაგონება. საქართველო თუ სოფლიო ტურნე? საქართველო. სოფლიო ტურნე დაუბრუნდები, მაინც საქართველო ბოლოს. ყველაზე კონცერტისთვისაც კონცერტი ხა მე ჩავამატებ. კონცერტი საქართველოში თუ საზღვარგარეთ? საქართველოში. კაცრი მაყურებელი. უი. კაცრი შეფასებები. ნახეთ, ყველაზე გემოვნებიანი მაყურებელი. და ხე იცის ესმის და მნიშვნელოვანეს.
რომელიც ხევსურულის ცეკვის დროს არ გარბის დარბაზი. პირიქით, შემორბის სცენაზე. მუსიკა რომელიც ყველაზე მეტად გაძლევს ენერგიას. მუსიკა მრავალხმიანი პოლიფონია ქართული. ყველაზე ემოციური სცენა, მაგრამ მე მგონი უკვე თქვია გიყვა. კადრი, როდესაც ისინი გარბოდნენ. არა, იცით სცენა რომელი იყო ემოციური, თან ძალიან კარგად მახსოვს. ძალიან ახლოს ვიყავი აფხაზეთთან. და იქ იყო სცენა ხიდთან აშენებული. ხიდთან იყო სცენა? და ისეთი არც საცეკვი განწყობა იყო. მაგრამ ეს ხო ცეკვა ხო ბრძოლა თქვენ უფრო მეტიც უფრო მეტადაც რო გეცეკვება, რომ უფრო მეტად გინდა რომ გააგონო რაღაცა. რომ ანახო. და თან რო ცოტა გული წყდება, რომ აქეთ რო ცეკვავ და არა იქ ცეკვავ. ძალიან ახლოს რო ახლა. სამი სიტყვით ქართული ცეკვა. ორი თვიტყვი. თქვი? დედაენა. დედაენა, შვენილია. რთული ქორეოგრაფია თუ რთული რეპეტიცია? რომელი უფრო რთულია? რთული რეპეტიცია. ყველაფერს განმარტავ. ყველაფერს აქ ჩემს პასუხებს განმარტება, რატომ არის ესე მაგალითად. რეპეტიცია არის ის მომენტი, ის დრო, როდესაც იბადება ქორეოგრაფია, იბადება, ისახება ის, რაც უნდა აღმოჩნდეს მერე სცენაზე. სცენაზე არის გაზრდილი შვილი. ანუ ჩავთვალეთ, რომ უნივერსიტეტში გავუშვი. აი ის პროცესი, სანამ უნივერსიტეტში გავუშვი. აი ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორი საფუძველი ჩაყარე იქ. როგორ სიღრმეებში გავიდა შენი ის რეპეტიცია, ის ოპლის ღრა, ის შემართება, ის არ ვიცი ტკივილის, ფიზიკური ტკივილი, ფსიქოლოგიური წნეხი და ასე შემდეგ. აი იქ იწყება ეს ყველაფერი და სცენაზე უკვე ხედავთ შემდგარ დამუშავებულ ნაყოფს. დიახ. ქალაქი, სადაც ყოველთვის სიამოვნებით დაბრუნდები. ქალაქი სოხუმი. ძალიან მალე უნდა. საუკეთესო მაყურებელი. იცით, აი ორი აზრი არ არის რა. მისი აღმატებულება ქართველი ერი. ყველაზე რთული ცეკვა? ყველაზე რთული ცეკვა ჩემი აზრით თავშია რა. რომელიც ალბათ იმის 30% გადმოდის შემდეგ რეალობაში. შთაგონება მუსიკა თუ ისტორია? მუსიკა. თავისუფალი დრო. ვისკი, სიგარა თუ მოგზაურობა? პლუს 18 ვისკი და სიგარა. 21 ხო და 23. სიგარა ალბათ პლუს 25. ვისკი მეგობრებთან თუ შვიდ გარემოში? შვიდ გარემოში იგულისხმება მარტო. ხასიათს გააჩნია. ხასიათს გააჩნია. სიტყვა, რომელიც აღწერს ქართულ ცეკვას. დედაენა თქვი, ერთი სიტყვა. ძალიან რთული კითხვა. სიტყვა, რომელიც აღწერს ქართულ ცეკვას. ერთი სიტყვა. ქართველი. ქართული. შვენიერი. და მე დაუბრუნდები ერთ ესეთ გარემოებას, მე ვიცი რაღაც ახალი პროექტი გაქვს. პროექტი, რომელიც ჯერ არ გაჟღერებულა, რაღაც რამოდენიმე მოგვიყები BDC-ის შესახებ. მოვუყვეთ ჩვენს მენელს, აუცილებელია იცოდეს რა, სად, როდის, როგორ, რა გველოდება, რა გარემოში, როგორ შეძლოს ამ ყველაფერში მონაწილეობის მიღება ჩვენმა მსმენელმაც. კი, იცით, ძალიან მნიშვნელოვნად ჩვენი სფეროს წარმომადგენლებს ვით უმეტეს უფრო გაუხარდებათ. რომ რაღაცა მაინც იმ ჭრილში ვარ და იმ ცხოვრებით ვცხოვრობ. არც ჩვენებს არ ეწყინებათ. მაყურებელს ძალიან გაუხარდება, რაც მოხდება. იცით, მე მინდა რომ ვისკის დაგემოვნებასთან ერთად ხელოვნებას დააგემოვნონ. ამიტომ ჩვენი სცენა BDC stage, ანუ რეალურად ინიციალებით გავშიფროთ ხო ბაჩანა dance company, ანუ ჩემი ცეკვის კომპანია, ბაჩანას ცეკვის კომპანიას აქვს თავისი საკონცერტო სივრცე.
ასევე აქვს ხმის ჩამწერი სტუდია. ეს სად არის? ეს არის ფანჯიკიზის ერთ ნომერში ყოფილი ძველი ბუდაპეშტი. ერთი ნომერი აქვს კვეთაზე. და იქ ვაკეთებთ რა თქმა უნდა ბარსაც, სადაც ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცები გვექნება. ეს იქნება ბარი, ვისკის და სხვა ალკოჰოლური სასმელების ჩვეულებრივი ბარი, ხო? დიახ, ჩვეულებრივი ბარი, რომელიც მოემსახურება სურველს, ღონისძიებასთან ერთად. გვაქვს ბევრი რამ დაგეგმილი, ანუ კალენდარი გვექნება, გაწერილი, დაახლოებით კვირაში 3 ღონისძიება უნდა ჩატარდეს. 3 ღონისძიება კვირაში. აუცილებლად, ჩვენ ვეწევით პროდიუსინგსაც, ვიწვევთ სხვადასხვა ბენდებს, სხვადასხვა სოლო შემსრულებლებს, კამერულ დასებს, ორკესტრებს, თეატრალურ სივრცეებს და ასე შემდეგ შემოქმედებას. ანუ გვექნება რაღაც ტექნიკის პრეზენტაციები, საღამოები და კულტურული მაქსიმალურად ჩართული ვარ ამ განვითარებაში, იმიტომ რომ მინდა იყოს რაღაცა ჰაბივით, სადაც ყველა შემოქმედებით ადამიანს კონდეს რაღაცა თავისი ნიშა. მე ყველანაირად შევეცდები რომ უნიკალურია. მსგავსი რამ ქალაქში მე არ მინახავს, გონი არ არის, ხო? დუეტი იქნება ესე. ხელოვნება და ვისკი. ამის გარეშე მე უკვე ჩემთავს ისედაც მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ყველას ვუსურვებ და ძალიან მინდა რომ განათლება ყველა სფეროში აუცილებელია და საერთოდ ზოგადად განათლება უნიშნულოვანესია ყველასთვის. ძალიან მინდა რომ საქართველოში შემოვიდეს და თქვენ ამას უკვე ხელს უწყობთ და პოპულარიზაციას უქმნით განათლება, ესე ვთქვათ, განვანათლოთ ადამიანები, ვინც მინდა რომ ისწავლოს ვისკის დაგემოვნება, დალევა და არა ის მაგათად რასაც მე ვაკეთებდი, არ ვიცი ალბათ. მაგას ყველა აკეთებდა. დასაწყისში, მაგრამ ამაზე მსახურება ახლა ჩვენი ფესტივალი. 16-17 მაისს გაიმართება ჩვენი ფესტივალი შერატონში და ეს იქნება პირველი ფესტივალი, სადაც ძალიან დიდი რაოდენობით, დაახლოებით 12-13 რამდენი 2 დღის მანძილზე ჩატარდება მასტერკლასები. ეს არ იქნება მხოლოდ სადეგუსტაციო მასტერკლასები, ასევე იქნება სხვადასხვა საინფორმაციო მასტერკლასებიც და გვეყოლება სტუმრები ჩვენი რეგიონისთვის ყველაზე, ესე ვთქვათ, მაგარი ბლოგერი, ვისკის ბლოგერი, წერალი, მე მგონი 30-მდე ნაშრომის ავტორია. ბურკაი ადალიგი გვეყოლება სტუმრად, რომელიც ჩაატარებს მასტერკლასებს, 2 მასტერკლასი ექნება, ერთი 16-ში, მეორე 17-ში, ზოგადად ვისკის შესახებ. და დასწრება როგორ იქნება? ჩვენი ბილეთები უკვე იყიდება TicketJet-ზე, ფესტივალზე დასასწრები ბილეთები და პარალელურ რეჟიმში ჩაეშვება მასტერკლასის ბილეთები, აგრეთვე იქნება. ხო, ცოტა თვალყურს თუ ადევნებთ, ხო, იმ მსმენელს თვალყური რო ადევნოს TicketJet-ს, იქ აუცილებლად ცოტა ხანში დაიდება შემდეგი მასტერკლასები, სხვადასხვა მასტერკლასი სხვადასხვა დრო ექნება და ნებისმიერი მსმენელი შეძლებს მასტერკლასზე შევიდეს და დარეგისტრირდეს იქვე, გადაიხადოს ან შეიძინოს იმ მასტერკლასს. და დასწრება შეზღუდულია? მასტერკლასზე მაქსიმუმ 20 პერსონაზია გათვლილი. 18-დან მაქსიმუმ 20-მდე არის, თუმცა ვიმეორებ ისევ, რომ გვექნება 2 დღის მანძილზე მინიმუმ 12 მასტერკლასი და ეს მაშინ და შეიძლება დასით დასწრება. სრულად დასით დასწრება შეიძლება გაჭირდეს, მაგრამ რაღაც ჩვენ როგორც ყოველთვის აფხაზეთის სიმღერაზაციების ანსამბლი გვიგულეთ თქვენს გვერდით. თქვენ ყოველთვის ჩვენს გვერდით ხართ და აი ამას აუცილებლად აღვნიშნავ და მინდოდა ამ თემაზე გადავსულიყავი და პირადად თქვენთვის მადლობა მეთქვა. მადლობა მეთქვა იმ ხარდაჭერისთვის, რომელიც პირველი ფესტივალიდან ვიგრძენით. ჩვენ ეხლა შეიძლება უკვე მეგობრებთ და უფრო გიცნობთ და გაგიცანით, მაგრამ ესე არ იყო პირველ ფესტივალზე. არ იცოდა არავინ ვინ ვიყავით, რას ვაკეთებდით, რას ვაპირებდით. თქვენ აფხაზეთი სახელმწიფო ანსამბლი ჩვენს გვერდით იყო და ამისთვის მადლობა პირადად ვაჩანას და მე მის დას. მადლობა თქვენ, მე ძალიან კარგად ვიცი რა არის სტარტაპი ბჭყალებში და არ დამვიწყებია არც ერთი ადამიანი, ვინც ხარში დამიდგა რაღაცა ყველა მახსოვს. ზარებით მახსოვს, როგორ მხარდაჭერა იყო ისიც მახსოვს, აი ყველაფერი მახსოვს, ძალიან მნიშვნელოვანია და თქვენია ეს ორი სიტყვაც, რაც ჩვენ ვისაუბრეთ, სანამ თქვენ ამ ყველაფერს ხორცში ასხავდით და ესეთი მასშტაბური და გლობალური გახდებოდა, მაშინ მქონდა ის განცდა, რომ მეც იმ ყველაფრის შემდეგ, რაც განვიცადე და როგორი მხარდაჭერაც
მქონდა ჩემი საწყისი პერიოდი, როდესაც მე აფხაზის ანსამბლის ხელმძღვანელი გავხდი, რომ მე ამით უნდა გამეკეთებინა იგივე თუ ის ნებისმიერ ეს თქვენ იქნებოდით თუ კიდევ შევძლებ კიდევ გავაკეთებ და ძალიან მიხარია რომ ჩემი თქვენთან თანადგომად თქვენი ჩემთან თანადგომაც რა ვიცი ძალიან მნიშვნელოვნად დღემდე ვგრძნობ. მადლობა გვერდში დგომისთვის. და ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ვისკი არ არის მხოლოდ სასმელი, ვისკი არის კულტურა, ისტორია და შემოქმედება. ძალიან მნიშვნელოვანი. დაუბრუნდებით ჩემს ერთ კიდევ ესეთ საინტერესო შეკითხვას, კარგი იქნებოდა თუ კარგი იქნებოდა თუ გავაგრძელო? და გააგრძელო კი. კარგი იქნებოდა თუ მეტად ვაპატიებდით ერთმანეთს. სენტიმენტალურია. კი ბატონო. არ მინდა სენტიმენტალურ ტალღაზე გადავიდეთ და ამიტომ ისე შენს წარმატებაზე ვისაუბრო მირჩევნია, შენი პირველი ყველაზე დიდი წარმატება რა იყო? ხო, ძალიან ისეთ ვინ იყო ადამიანი თუ ადამიანია ვინც გვერდში დაგიდგა და იცით როგორ არის იყო ჩემი პირადი ესე ვთქვათ კარიერა, რასაც მოცეკვავეობა ერქვა. შემდეგ უკვე გახდა აფხაზეთის ანსამბლი, სადაც უკვე ჩემი პირადი აღარ არსებობს, აქ არის უკვე ანსამბლი, აქ არის ოჯახი, აქ არის დასი. ეს კიდევ სხვა ესე ვთქვათ ნაწილია ჩემი ცხოვრების რა. და ამას ვყოფ ჩემი პირადია, რომელსაც მე თვითონ ვამითარებდი, ჩემს თავზე ვამითარებდი შემოქმედებით, ძილის ფიზიკური თუ ასე შემდეგ. ხოლო აქ უკვე ხელმძღვანელობაში საერთოდ სხვა რაღაცა მოხდა და იქ უფრო გუნდურობა, იქ უფრო ერთიანობა და ყავს შენი დასი, აქ არ არის ერთიანად უნდა განვითარდეს. აქ არის ბაჩან, მიქ ჩემი გადაწყვეტილებით მე შემეძლო რაღაცა სოლო გამეკეთებინა, ან რაღაცა სხვა რაღაც მომეფიქრებინა, რაღაცა სცენაზე, ხო? აქ ასე არ არის, ხო? აქ ყველაფერი გაწერილად, ყველაფერი დიდი შრომის, თავდადების. აი ამ ორ მხარეს აქვს სხვადასხვა ისე ვთქვათ წარმატებები. იქაც და აქაც. აი ამ ორივეს დამაკავშირებელი, ეს ორივე ვინც შემაძლებინა, ის ჩემი პირადი კარიერაც და ანსამბლის ხელმძღვანელობას და ეს კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი. ერთი ადამიანია, ჩემთვის ყველაზე ახლა გამოვყოფთ ესე, ეს არის ჩემი მეუღლე ეკატერინე ჯავახიშვილი. მადლობა ეკას. მთელი ცხოვრება. პირადი პატივისცემა ეკას ჩემგან. ანსამბლის გარდა ყავს კიდევ ბავშვებიც, როგორც ვიცი, ხო? აი ის ბავშვები, ვინც დარბიან, უნდათ რაღაც გიყურებენ და უნდათ რომ მათაც მსგავსად რაღაცა მოგბაძონ იცეკონ. როგორ უნდა მოვიდნენ, როგორ მოგმართონ, ან როგორ არის არის რაღაცა გარკვეული პერიოდები, როცა იწყება, მიღება ბავშვების, თუ აი როგორ არის? იცით, ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან უნიკალური ერი ვართ და აი ესეთი ინტერესი, ესეთი პოპულარობა, ესეთი მოდაში ყოფნა ტრადიციული ქართული ცეკვის, ანუ აქ ხას უსულ ქართული ცეკვის, საერთოდ ტრადიციული ფოლკლორული ცეკვების არც ერთ ქვეყანაში არ არის. აქ საქართველოში ის რომ გენეტიკურად რაღაც ქართული ეს ერთია, მაგრამ მოდაც არის ამისი და პოპულარობა არაკლია ამას. ალბათ ყველაზე მოთხოვნადია დღეს საქართველოში. როგორც მანამდე აღნიშნეთ რა ყველა სკოლაშია ძალიან უამრავი. მაგრამ ხოლო თბილისში დედაქალაქში 5 სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი. ანუ ეს მე პროფესიონალი მინიმუმ 300-400 და 500 ბავშვი, ხო თან? დიახ, და თვით შემოქმედებითი რამდენია, ხო, აი უკვე რაღაცა პატარა მოზარდები და ასე შემდეგ. საუნივერსიტეტო ანსამბლები ძალიან ბევრია და ძალიან კარგია ეს, ბევრს ნიშნავს ეს რეალურად და ჩვენ ჩემს მხარეს რაც შეეხება, ჩვენთან დაახლოებით 400 ბავშვამდე არის, რომლებიც ზოგი ეხა ეუფლება, ზოგი ახალი მოსულია, 2 წლიანი, 3 წლიანი და ზოგმა უკვე ანბანიც ისწავლა, ზოგს კიდევ ეტაპები არ გვაქვს, ანუ ნებისმიერ დროს შეგვიძლია მოვიდეთ და მოვიყვანოთ ბავშვები. არ გვაქვს, იცით რა, ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის სურვილი. ის რომ შობელს უნდა ეს ერთია, მაგრამ აი ბავშვის სურვილი აი ყველაზე მნიშვნელოვანი. მე მინახავს აგვისტოში მხოლოდ ერთ თვეში შეცვლილი ბავშვი. ну მithქვავს შობლისთვის რომ ანუ ტყილა დაგყავთ რა აი ნუ იხდით ამ ფულს სხვა სფერო სხვა რაღაც წრეზე
ბავშვი აგვისტო ანუ წავიდა და დაისვენა, ჩამოვიდა და ისეთი რადიკალურად შეცვლილი ბავშვი მომივიდა, ანუ მე თვითონ ბედნიერი. ანუ ეს არის ის ნიჭი, რასაც ამბობდი, ხო, ყველაშია და ამას უნდა პოვნა და აღმოჩენა. ვიღაცა ამჟღავნებს, ვიღაცასთან მოდის ეს ზევით და ჩვენთან ფანჯიკიზეზე მაგალითად მათთვის ძალიან კომფორტული გარემო გვაქვს შექმნილი, როგორც ბავშვებისთვის, მშობლებისთვისაც და იცით, ამასაც სჭირდება სწორი მიდგომა. აქ არ უნდა ჩვენ იცით, აი ქართული ცეკვა მაინც რაღაც ესეთი რომ არის, აი ძალისმიერი და გვინდა რომ რაღაც მუხზე დაცემებით და აი ეს ძვალკუნთოვანი უნდა იყოს შემდგარი, რომ ბავშვთან ის რაღაცა დატვირთვები უნდა, ანუ სწორად უნდა მიუდგეთ ამ ყველაფერს რა და მე ყველას ვურჩევ, რომ ცოტა მეტად ფრთხილად შევარჩიოთ ბავშვისთვის ყველა პედაგოგია. ნებისმიერი, ხო, როგორც მათემატიკის და ასაკიც ალბათ, ხო. და ასაკიც რა თქმა უნდა. იმიტომ რომ 6 და 7 წლის ბავშვს გართობა უნდა. იმას თამაში უნდა. ჩვენთან მოდიან და ეს რაღაცა განცდა მაქვს ისეთი რომ ძიძავა რა და დაგიტოვა და ის 1 საათი შობილი წავედა სადღაცას ვისკი დალია. მithumetes აი ახლა ნახე ბავშვები და ვალერი გადაწყვიტა, აქამდე არ უფიქრია, მაგრამ რომ გაიგო ეს ამბები ხდებოდა თქვენთან, გიორგი მოყავს ცეკვაზე. ბარში დატო. მარტო კითხვა ერთადერთი რაც დასვა ვალერიმ იყო, რომ ხანგრძლივობა რამდენია რეპეტიციისა და რამდენია რეპეტიციის ხანგრძლივობა? რამდენი ყოფნის ბატონო ვალერი? 200-300 გრამისთვის რამდენია საჭირო მითხარით? საათი სავსებით საკმარისი. საათნახევარი გვაქვს ჩვენ რეპეტიცია. სავსებით საკმარისი. ძალიან კარგია და ისევ დაუბრუნდები შენს პროექტს. როდის გახსნა როდის? 18 აპრილს გვექნება, ესე ვთქვათ, გრანდიოზული გახსნა. და პირველი კონცერტია? თუ როგორ იქნება? დედლაინი როგორ არის? აი გამოქვეყნდება მე. სტუმრები გვყავს, მოწვეული სტუმრები გვყავს, ჩვენი მეგობრები, თეატროს კვარტეტი, აქ 7 კაცი. მაგრამ ახლა ყველა მთელი ჩვენი მსმენელი ალბათ ვერ შეძლებს თვალმეთში მოსვლას. აი შემდეგ როდის მოვიდეს რა უთხრათ? შემდეგი უკვე იცით როგორ არის, მე აპრილში ვგეგმავ ამ ყველაფერს განახლებას, იმ ღონისძიების შემდგომ რაღაცა ეტაპი უნდა გაიაროს თვითონ სცენამაც, იმიტომ რომ ჭირდება რაღაცები, უნდა ტექნიკური მხარე რაღაცები მაინტერესებს მე თვითონ და თავი რომ დავიზღვიოთ, მაგრამ აპრილ-მაისის თვიდან უკვე თითქმის ყოველ კვირაში მინიმუმ საწყის ეტაპზე ზუსტად ვიცი რომ მინიმუმ 2-ჯერ ჩვენ სცენაზე ბილეთებს შევიძენთ ბილეთებს ისო ტიკეტთან ტიკეტთან მეგობრობთ, მემორანდუმი გვაქვს ჩვენ კომპანიას და ტიკეტს და ესე ვთქვათ, მათ იქ გექნებათ ეს პლატფორმებზე განლაგებული. თან ესე ვთქვათ, ის პარტნიორის ტიკეტია. გვინდა რომ იყოს ეს კალენდარი შექმნილი, რომ შემოვლენ იცოდნენ, რომ აქ რაღაცა ხდება, ამ დროს რაღაცა ხდება და თან ახალი ქორეოგრაფია გვაქვს დადგმული კონკრეტულად ამ სცენისთვის. ჯერ მზის შუქიც არ უნახავს ამ ქორეოგრაფიას, საერთოდ სხვა თანამედროვე ქართული მოდერნ რაღაც ფოლკლორი გვაქვს და ვფიქრობ, რომ ძალიან გაამართლებს ეს მიდგომაც აქ. მადლობა ბაჩანა სტუმრობისთვის, დიდი მადლობა დრო რო გამონახე ამ რთულ პერიოდში, ესე ვთქვათ და გვესტუმრე. მადლობა შენ სტუმრობისთვის და თქვენ ძალიან დიდი მადლობა. გელოდებით ვისკის ფესტივალზე. ეს უკვე 16-17 მაისს. ყველას ეს არ აქვს მნიშვნელობა ვისკის მოყვარული ხარ თუ არა. ყველას ვურჩევ რომ ამ ფესტივალზე მოვიდეს. აი ეს ერთი დიდი ბედნიერება ამ ადამიანთან როგორც ურთიერთობა, ისევე მათი აი ამ ის ცხოვრება, რასაც რეალურად თქვენ გადიხართ რა. ჩემთვის ძალიან საინტერესოა ის, რასაც თქვენ აკეთებთ და წარმატებას გისურვებთ რა. ველოდები ყველას ვისკის ფესტივალზე. ძალიან დიდი მადლობა ბაჩა. მადლობა ვინც გვისმინა, ვისაც მოეწონა, გამოგვიწერეთ, გაუზიარეთ თქვენ მეგობრებს, ვისთანაც ერთი დრამის მირთმევა გიხარიათ. Hi, here we have our bourbon barrels. This is the classic style of cask we have here at Glen Murray. These help to provide a wonderful, rich, sweet vanilla character, hints of citrus, and a little bit of vanilla. Slange.